მერტმა დაგვისწოდ გაგახაროთ ეს ოჯახი და ყველა ჩვენი მრევლი. როდესაც იკურთხება სახლი, როდესაც იწმინდება სივრცე და იკურთხება ადგილი, რა თქმა უნდა, ის ძველი ნეგატივი, რაც დაძველებული, რაც უარყოფითია და დატოვებული, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩვენი უარყოფითი და კიდევ გარეშე და თუ რაც ხილული თუ ხილავ ბრძოლებიდან შემოსული და დალექილი, ასე ვთქვათ, რაც უარყოფითია და რაც გვიშლის ხელს უფრო მყუდროდ ვიგზნოთ სახში თავი, ის ყველაფერი გადის, ის ყველაფერი ვთქვათ იწვება, გადის და რა თქმა უნდა ახალი ენერგია, ახალი მადლი განკურნავს და ყველა ვთქვათ დისკომფორტს ცვლის მყუდროებითა და სულიერი სიმშვიდით. რა თქმა უნდა, მადლი ღვთის აღემატება დაზებუნებრივი ენერგია, ღვთის არსიდან გამომავალი ხელთუქმნელი ენერგია და მისი მოქმედება აღემატება ყველანაირ ადამიანურ, ასე ვთქვათ, წარმოსახვას, ადამიანური ჩვენი აზროვნებით, ჩვენი რაციონალური ინტელექტით მადლის მოქმედების ზებუნებრივ შედეგებს გრძნობთ ხოლმე, მაგრამ მის მიუწვდომელ, ასე ვთქვათ, ადამიანისათვის ბოლომდე შეუცნობელ ქმედების ტიპს განგებულებასა და ზებუნებრივ ენერგიას ბოლომდე ვერ შევიმოცნებთ, მაგრამ სამაგიეროდ უფალი მოწყალია და იქ ყოველთვის უხვად გვივლენს ხოლმე მადლს. ვიგებთ ჩვენ ამ მადლის მოქმედებას თუ არ ვიგებთ, ეს პირველ რიგში ჩვენ ადამიანებზე მოქმედებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ჩვენზე ადამიანსაც გასმით მის გონებას და გულს. მარტო სახლისა და მისი ტერიტორიის კურთხევა ხო არ არის, მისი მასში მაცხოვრებელი და ცხოვრები ადამიანებით განისაზღვრება ხო მისი სულიერი ატმოსფერო, ასე ვთქვათ. და მისი, ასე ვთქვათ, ადამიანები ქმნიან იმის არსს, სახლის არსს და იმის მთელ სულიერ ატმოსფეროს, სულიერ, ასე ვთქვათ, მენტალს და როდესაც ეკურთხება ეს ადამიანებს ეკურთხება, ადამიანებს ეცხება ზეთი, წყალი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მათ სულიერ წინსვლასაც მოასწავებს და სტიმულს აძლევს. ყოველთვის ვამბობ, რომ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება მეტი ლოცვა, მეტი შრომა სულიერი. თავის დამდაბლება, ისე რომ გამორობ დემონური გავლენები ძალიან ბევრია, ძალიან ბევრია ისეთი, ასე ვთქვათ, ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებები, რასაც ჩვენ გძნობთ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე. გძნობთ და ეს უკვე კარგია, გზნობა შეგრძნება ამისა, მაგრამ ეს შემდეგ თანდათანობით უფრო და უფრო შემოდის ჩვენში ამის გაცნობიერება, ხვდებით რომ რაღაც არის საჭირო, რაღაც ისეთი არის საჭირო და ისეთი მოქმედებები უნდა ჩავატაროთ, ისეთი ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რომ იქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ თუ სადაც ჩვენ დავდივართ თუ საერთოდ ჩვენი თავიდან დაწყებული შინაგანი თუ გარეგანი ჩვენი მოკლედ ცხოვრებით, რასაც იკავებს ნეგატივის აუცილებლად პოზიტივით უნდა იქნეს შესული. იქ სადაც არის, ასე ვთქვათ, ცარიელი არჩება, ხო? ღვთის წმინდა ადგილი, ცარიელი არჩება. ის ყოველთვის ან იქ უნდა იყოს სულისპირის მადლი, ან მაშინ სხვა გავლენები, ნეგატივი, უარყოფითი გავლენები შედის. ამიტომ ის რასაც სადაც ჩვენ დავდეთ, სადაც ჩვენ მოძრაობთ, ის დრო და სივრცის კონტინუუმი უნდა მადლით იყოს აღხსებული, რომ თავი ვიგზნოთ, ასე ვთქვათ, ხატება ჩვენი, ვიგზნოთ, რომ სწორად მუშაობს, რათა მსგავსებას მივახციოთ. მე ვფიქრობ, რომ დღეს მით უმეტეს ამ ჩვენს ცხოვრებაში სულ ხსენება ღვთის სახელისა ყველგან და ყოველთვის. ეს უპირატესი დავალებაა, ყველგან და ყოველთვის ხსენება და ლოცვა, ყოველთვის სულიერ თუ ხორციელი სიმშვიდე და სიწყნარე და მოთოკვა, თვითკონტროლი, შინაგანი ძალების მუდმივად მღვიძარე და მზამ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებელია, რაც შემოსრავს და დააცხრობს ჩვენს მავნეჩვევებიდან დაწყებული ხილულ თუ უხილავ ბრძოლას, განსაკუთრებით უხილავ ბრძოლას. რწმენა, იმედი, სიყვარული, ეს ყველაფერი ისეთი ცეცხლია, ისეთი ძალა, რომ ვერაფერი ვერ ერევა მას. ესეთი ადამიანი ყველა დაბრკოლებას გადალახავს და მუდმივი ლოცვა, ყველა მოწყენილობას, ყველა, ასე ვთქვათ, რუტინას, ყველა ბანალურ, თუ ასე ვთქვათ, ობივატელურ, ასე ვთქვათ, ამ დისკომფორტს, ყველა იმას, რაც გვიშლის მოძრაობას ღვთისაკენ და მისი საქმის, მისი ღვთისნების აღსრულებას, ყოველივეს თრგუნავს და გადალახავს და პლასტიკურად ძლევს. და მინდა ეს გისურვოთ ამ ოჯახსაც და ყველას. ვიფიქროთ, ვილოცოთ, მეტი ვისწავლოთ სულიერად და
ჩვენი ადამიანური ბუნება თანდათანობით განიღურთება. ადამიანური ბუნება ეს არის რაღაცა ლაგვი ბრმა იარაღი, რაღაცა გაუგებარი ძალების ხელში. არა, ადამიანური ბუნება ეს არის და მაშინ ჩადებული არის ხატება ღვთისა, რათა მან არა ბუნებით მადლით ღვთის ღმერთს მიემსგავსოს, ღვთის ბუნებას მიემსგავსოს მადლით. ღვთაებრივი ბუნება სხვა და ადამიანური სხვა, იგი იდენტური ვერასდროს ვერ გახდება. ქნული ქნულია, შემოქმედი შემოქმედი, მეუფე მეუფეა და მისი ქნული შვილი და მისი ქნული ეს თქო არსება მათ შორის დიდი მანძილია და დიდი დისტანცია. მაგრამ ეს მანძილი და ეს დისტანცია გადაელახება რითი სარწმუნოებით, სასწაულით და განსაკუთრებით რითი სიყვარულით. და ეს სიყვარული გადალახავს უზარმაზარ უფსკროს ზეციუსსა და ბეციას შორის. როგორც რბილი ლითონი, როგორც რბილი დარბილებული, ესე ვთქვათ, ცვილზე გამოისახება ბეჭედი ღვთის, ასე დამდაბლებულ თავდაბალ მოღვაწე ადამიანზე გამოისახება ბეჭედი ღვთისა და მასში დამალული ყველაფერი ცუდი გადის და ყველაფერი კარგი რაც არის ის ზედაპირზე ამოდით და გამოიკვეთება და ღვთის ბეჭედი მასში საოცარ ბრწყინვალე გამჟღავნებას აკეთებს მისი მისიისა, რომელსაც იგი შემდეგ აცნობიერებს და ღვთის ხატება მას საშუალებას აძლევს მსგავსებას წარმატებით მიაღწიოს. და მზეს, რა თქმა უნდა, ხანდახან ღრუბლები ფარავს, მაგრამ როცა ღრუბლები გადადის, ცადა მზე იგივე რჩება და მზე სიმართლისა, ან ქრისტეს ხანდახან სიმბოლურად ახსენებთ, რომ მზე სიმართლისა, იგი მზედ რჩება და ჩვენი გონება, ჩვენი გული, ჩვენი სული და სხეული განწმენდილი ღვთის საადვილო სულის საცხოვრებელ მდგომარეობაში მყოფი ამ უზარმაზარი ღვთის ქნულის სამყაროს წინაშე მოქცეული ქრისტესკენ თავის მისიას აცნობიერებს და წარმატებით მაღლდება და ყველა გაჭირებას და ყველა ხილ-უხილო ბრძოლასა და კრიზისსა და ვთქვათ ჩიხურ მდგომარეობებში გზა ეხსნება და ძლებს მას, რასაც ამოჯახსაც და ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს სიყვარულს თქვენ ყოველთა თანა.